მაგრამ შინაგანად გრძნობდი ამას, რომ სავარაუდოდ ამ 26 მაისის თემაზე იქნებოდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმე ფოტოებია, რომ მსგავსი კადრები არ არსებობს, როგორ გითხრათ, ხა დარბევები უამრავი არსებობს საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ აი ესეთი სახის ფოტოები ასახული არც არ არის, ხო რა. მოდულში რომ მიგვიყვანეს, ჩაგვიყვანეს ქვემოთ, ერთი ეუბნება მეორეს, რომ ისო რაღაც ელექტროშოკები გამოაღო იმას და ესო მუშაობსო ეს ელექტროშოკები, არა ამაზე შეამოწმეო რა. მუშაობს არ მუშაობსო ხო? აგერ არ არისო. აი მასქენიო. მე ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელიც შემოწმებას აწარმოებდა ჩემზე და ესეც თუ ნაცემიაო, იწოდეო მე დავწერო აუცილებლად, იმიტომ რომ გაახურეთ საქმეო, რამდენი ადამიანი შემოიყვანეთ, ყველა გაშავებული არისო, ესეთი ნაცემი არისო და ხო და ანუ იმდენად მე საბურთალოზე ვცხოვრობ და საბურთალოდან მოდულის შენობამდე ძალიან ვიწრო მანძილი იყო გასასვლელად რა რამოდენიმე წუთში ვიყავით მოდულში. მოდულში მოგვათავსეს საკანში და დილით შევიტყვე რომ ორი ადვოკატი შემოვიდა ჩემთან, რომელიც ალიას რედაქციამ აიყვანა ჩემ დასაცავად და მათმა მითხეს რომ გარეთ იწყება აქციებიო. თქვენ ხარ დაჭეროთ, მაგრამ ამ ადვოკატებმა თქვეს რომ რაღაცაო საქმეო დევსო თქვენ საქმეზეო და გრიფით საიდუმლო დაადო 9 უწყებო. ანუ 9 კლიტული დაადეს რა. ამ საქმეს და ჩვენ ასე შიგნით რა დევს მეთქი. არ ვიცი მე უფლება არ მოცესო მაგისიო. გასაჯაროვებისო, გარეთ აქციები ტარდებაო. ეს დაიწყო ზუსტად ალიას თანამშრომლებმა, მე შეუერთდა უკვე უამრავი ადამიანი და საერთაშორისო მედიაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც ფოტოგრაფებს ბრალდებდნენ აი ესეთი მძიმე მუხლით. თორე პრესის დარბევა და ამბავი ხა სააკაშვილის პერიოდში ვისაც ახსოვს, ყველა გამოცემულ სამშობლოდან რო გამოყარეს. უამრავი ტელევიზიაში ნუ იმედიც დარბეული იყო, გაანადგურეს, ნაცემი იყო ის ჟურნალისტები და ზოგიერთი დღეს ქებადიდებაშია მიშასი ჩემდა გასაკვირად და ნუ ალბათ ეგ მათი პირადი ამბავი არის, მაგრამ მერე ჩვენ გადაგვიყვანეს გდანი იქ შევიტყვე საპატიმროში ჭუჭულტანაში დავინახე ნათია გედენიძე. ხმაური იყო, მთელი ღამე ვიღაც ხალი ტიროდა. გვერდით საკნიდან სულ მოთქვამდა და ტიროდა აი ისე რომ არ ვიცით ის ქალბატონი. ეს მოდულის შენობაში ხდება. ეს მოდულის შენობაში ხდება, კი. მოდულის შენობაში იქ ვიყავით 4 პატიმარი. მოდულს მაინც განმარტავ ახლა შეიძლება კიდე ვიღაცა მარიცის, ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული კუდი, მაშინდელი უშიშროების სამსახური ის ოფისი იყო ეს. ისინი კურირებდნენ ჩვენ საქმე, ისინი აყალბებდნენ და გაყალბება ახლა როგორც ესეთი თავიდან დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, უტიაშვილმა, ეს ბრძანება მიშასი განწყობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათმა და შეთხზეს ეს საქმე თავიდან ბოლომდე და მე გვაგინეს კიდე. მაგის გამო რომ მე პროტესტი მე იქ გამოვაცხადე მოდულის შენობაში რომ შილობაზე გადავდივარ და არა მაინც ამ ვიბრძოლებ ბოლომდე. ამასთან დაკავშირებით რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. იქ დავინახე ნათია გედენიძე, ეს ქალბატონი არ ჩერდებოდა მთელი ღამე, არ ვიცი ვინ იყო და რა იყო, ისე მოთქვამდა ალბათ ან ნაცემი იყო, ან არ ვიცი მისი მდგომარეობა, მაგრამ მთელი ღამე გვესმოდა ამის ხმა. და იქ საპატიმროში 4 ვიყავით საკანში. ეხლა პატიმარი რას ეკითხება პატიმარი, რაზე ზიხარო? რა მუხლი გაქვს? ერთი მკვლელობაზე იჯდა, ერთი ნარკოტიკების დანაშაულზე და ერთი ეკონომიურ დანაშაულზე და მკვლელობაზე ვინც იჯდა რაღაც 7 წელი მომისაჯეს. შენ რაზე ზიხარო? მე შემეკითხე და მე ვთქვა სურათის გადაღებაზე თქო. და რამდენს გაძლევენ და არ ვიცი მე ვთქვა 20 ალბათ თქო და ეს მუხლი ითვალისწინებდა თავიდან 10 და მე გადადიოდა კვალიფიკაცია 20-ზე. რა გადაიღე ბიჭო ამისანაო, კაცი მოკლა 7 წელს აძლევენო. მთელი ციხე კვდებოდა სიცილის ეს პატიმრები, ვინც ვიყურებდნენ ჩვენ. ვისანაც ერთად საუბრობდით. ეს პატიმარი, რომელიც იყო ნარკოტიკებზე დაპატიმრებული, მე შეხვდა გდანის აპყრობილეში.
კედლებს უწყამდა თავს. ის ადამიანი სად მოხვდიო? ოღონდ გადავრჩიო აქ, ოღონდ გადავრჩიო. აი მოთხოვნ მე ვაწყნარებდი იქეთ პირიქით. მოდულის შენობიდან, როდესაც გადავყავდით გდანის საპყრობილეში, გზაში ერთ-ერთი მეუბნება, რომ აი ეს გზა კარგად დაათვალიერე, ეს არის ბოლო, რაცაც შენ ხედავ. აქედან შენ ცოცხალი ვერ გამოხვალ, შანსი არ აქვს, არანაირია. პირდაპირ გეუბნები, დაიმახსოვრე ეს გზაო, დააკვირდე კარგად. გდანის საპყრობილე, ეს არ იყო ციხე. ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი. ადამიანების წამებით, განადგურებით, დღეს რო სასამართლო პროცესზე გაღიმებული გამოდიან და მთელი ოვაციებით და ემით ხვდებიან. ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლა ეგრე უნდა იყოს, პატიმარი არ უნდა იყოს არასდროს იმ მდგომარეობაში, რა ჯოჯოხეთი ჩვენ გავიარეთ და უამრავმა ადამიანმა. ესე დამსახურება არის ზუსტად იმ პოლიტიკური ძალის და იმ ადამიანების, ვინც 2012 წელს აი ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. რომ დღეს რო სასამართლო გაშუქების კი არა, აი როგორ გითხრათ. ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. ეზოში, აი სასამართლო ტერიტორიაზე ვინც არის ნამყოფი, ეზოში, აი რო გადასულიყო ერთი ნაბიჯი გადაებიჭა იმ ტერიტორიაზე, ან დაიჭერდნენ, ან ყველაზე მცირე გააგდებდნენ.